უქმების განმავლობაში BMG-ს ბევრმა მკითხველმა მიწერა იმის შესახებ, თუ რა ბედიელით ადამიანებს, ვინც კრისტალ ჯგუფის პროექტებში წინასწარ მესაკუთრეებად არიან რეგისტრირებული. ინფორმაციაში იურისტი ოთარ კაჭკაჭიშვილი, იურიდიული კომპანია OKNCG-ს დამფუძნებელი და დირექტორი გაგვერყოს, რომელიც შემოგვიერთდა საქმიანი დილის პირდაპირ ეთერში. დილმშვიდობისა ბატონო ოთარ, მადლობა თქვენი დროისთვის. პირველ რიგში მოდი ავხსნათ, რას ნიშნავს წინასწარი მესაკუთრეობა. კიდევ ერთხელ მინდა გამოვეხმაურო ამ ფაქტს, სადაც ჩვენ მოვისმინეთ ინფორმაცია, ცოტა პარადოქსული ამბავია, ნამდვილად ჩემში ძალიან ბევრ კითხვას იწვევს, როგორც იურისტში ეს როგორ შეიძლება მომხდარიყო, იმიტომ რომ ძალიან რთულია რაიმე მშენებლობა აწარმოო, მით უფრო კურორტულ ზონებში და სახელმწიფოს წარმომადგენლებმა არ ფლობენ ინფორმაციას და ასე შემდეგ. ალბათ რას ვაშენებთ, შეიძლება რაღაც კოტეჯი უკანონოდ ბახმაროში, როგორც ასევე ორი ადამიანი მიაყოლეს. მაგრამ ასეთი მასშტაბის აბსოლუტურად პარადოქსულია, დავალოთ გამოძიებას, ნახოთ რა გინდება, რა გასაჯაროვდება და ასე შემდეგ. თუმცა ძალიან ბევრი ადამიანია ამ პროექტის მესაკუთრე მოსარგებლე და ამ ადამიანებს გაუშვათ განსაკუთრებული შიში და ინტერესი რა ბედიელით მათ იმ ტერხში შემთხვევაში ზოგან არ იყო პროცესი დასრულებული, ზოგან თავიანთი გადაწყვეტილებით ამ შიდა პროცესების შეთანხმების საფუძველზე ქონდა სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულებები და მოდი ახლა განმარტოთ რაიმე ფორმით ემუქრებათ თუ არა მათ საფრთხე, როცა ასეთი საქმეა. კი ბატონო. განვიხილოთ მოქალაქეთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით ეს სამწუხაროდ ძალიან ხშირია პრაქტიკა, როცა მესაკუთრეები სამშენებლო კომპანიებისაგან ყიდულობენ, მომავალი მესაკუთრეები ყიდულობენ წინასწარი ხელშეკრულების საფუძველზე. კანონით ამის შესახებ ეს ხელშეკრულება იმ დროს შედგება, როცა მზად არ არის შემძენი შეიძინოს საკუთრება ან მესაკუთრეს, რომელიც ყიდის ამ ქონებას, აქვს გარკვეული ტიპის ვალდებულებები, გასასტუმრებელი არ არის ჯერ და ასე ვთქვათ მოწესრიგებული მის სამართლებრივი მდგომარეობა, რაღაცის გამო იძულებულია ორი მხარე დადოს გარიგება. ვერ ხვდები აქ რატომ არის წინასწარი მესაკუთრეობა და არ არის უკვე ძირითადი ხელშეკრულება, თუმცა სამართლებრივად თუ ის არის საჯარო რეესტრში რეგისტრირებული, ითვლება რომ მათი უფლებები არის დაცული. ცოტა მინდა დავამშვიდო ადამიანები ამ კუთხით, რადგან თუ მათ ეს ხელშეკრულებები დაარეგისტრეს საჯარო რეესტრში და ამ მონაწერში ფიქსირდებიან როგორც მომავალი მესაკუთრეები, იმდენად საშიში აღარ არის რამდენად თუმცა შეიძლება წინასწარი მესაკუთრეობა ამის გარეშეც განხორციელდეს უბრალოდ კონტრაქტის საფუძველზე და არ იყოს საჯარო რეესტრში ეს აი ამ მავნე პრაქტიკას მინდა შევეხო სამწუხაროდ ძალიან დიდი პროცენტი სამშენებლო კომპანიების დღესაც არეგისტრირებს ყიდის ქონებებს ისე რომ საჯარო რეესტრში არ არეგისტრირებს მომავალ მესაკუთრეებად, ეგრეთ წოდებული შიდა ხელშეკრულებებით ხდება უძრავი ქონების შეძენა, ის არ გამოდის გარე სივრცეში, რაც ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს და თუ ამ ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში ადამიანებს ჰქონდათ ასეთი შიდა ხელშეკრულებები, მაშინ ვფიქრობ, რომ მათი საკითხი არ არის მარტივად, ისინი აუცილებლად წაწყდებიან სამართლებრივ პრობლემებს, დაველოდოთ აქაც რა კუთხით განვითარდება, თუმცა აი უნდა გავუმიჯნოთ და ვისარგებლოთ ამ ეთერით და მოსახლეობას ვუთხრათ, ანუ არასოდეს უძრავი ქონების თან დაკავშირებული ხელშეკრულებები არ გააფორმონ ისე, თუ არ მოხდება მათი საჯარო რეესტრში რეგისტრაცია. ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვეღარ ვემიჯნებით სამშენებლო კომპანიას და ის რაც სამშენებლო კომპანიის ვალდებულებებია, მათი უკანონო თუ კანონიერი მოქმედება ყველაფერს ტვირთი გადმოდის შემძენზე, ამიტომ ყველას ვთხოვ რომ არ მოახდინონ ამდაგვარი ხელშეკრულებები. რა რისკი შეიძლება ედგეთ მათ დღეს ამ არსებული კონტექსტის გათვალისწინებით? თუ ჩაითვალა რომ ეს საკუთრება იყო სახელმწიფო საკუთრება მიწის ნაკვეთის ვარაუდი გამოვიტანოთ ასეთ მიწის ნაკვეთი არის სახელმწიფო საკუთრება და მიითვისა პიროვნებამ ის დაიჯება, თუმცა არ ამგონია რომ ეს ვალდებულებები კეთილსინდისიერის შემძენებზე, ანუ იმ მოსახლეობამ რომელმაც შეიძინა აპარტამენტები, ან მომავალი მესაკუთრეები არიან, მათ საკუთრება შეეხოს, მე არ ვფიქრობ რომ ასე გავრცელდება, ისინი რამე თუ შეუძლებელია ჩვეულებრივ მოქალაქეს ქონდა ინფორმაცია რომ აქ რაიმე უკანონო ქონებას ყიდულობდა იმ ფონზე, როცა ჩვენ ხედავთ რომ სახელმწიფოს წარმომადგენლები ულოცავენ, ასე ვთქვათ, უწევენ რეკლამირებას ერთგვარად ამ კომპანიას და ასევე საუბრობენ ტურიზმის განვითარებაზე, ამ ფონზე ვფიქრობ რომ პირიქით მოსახლეობას არ უნდა დაემუქროს არაფერი. ამ პერიოდის განმავლობაში აქვს თუ არა შესაძლებლობა მათ დაირეგისტრირონ საჯარო რეესტრში ასეთი პირობების და კონტექსტის გათვალისწინებით, როცა მესაკუთრე შეიძლება დაჭერილი იყოს. კი ბატონო, თუ კომპეტენტ
ლეგენდურად არის ხელშეკრულება შედგენილი, ანუ თუ ისარგებლეს თავის დროზე იურისტის მომსახურების, ასეთი პირობა შეიძლებოდა გაწერილიყო, ანუ თუ ვალდებულება მაქვს შესაძლებელი სამშენებლო კომპანიის მიერ, მე შემიძლია ეს ცალმხრივად შევასრულო, ანუ ჩავრიცხო ანგარიშზე თანხადარჩენილი და ცალმხრივად გავხდე ესე ვთქვათ, სრულყოფილი, სრულფასოვანი მესაკუთრე ამონაწილეს, თუ ეს იყო ხელშეკრულების გათვალისწინებული ეჭვმეპარება, თუმცა თუ ასეთი იყო, ისინი რა მთავარჩევებს მისცემდით ადამიანებს, რომლებიც ფლობენ აპარტამენტებს აღნიშნულ კომპლექსში და არ აქვს ბოლომდე ეს პროცესი დასრულებული, დღეს რა შეიძლება გააკეთონ, რა შეიძლება იყოს ყველაზე სწორი? დიახ, ყველაზე სწორი არის დაუყოვნებლივ ყველა ასეთმა მომავალმა მესაკუთრეამ, განვადებით შემძენმა პირმა და ასე შემდეგ ყველამ დაასრულოს თავიანთი იურიდიული პროცესები, ესე ვთქვათ, სამშენებლო კომპანიამ მოითხოვოთ თავიანთი ხელშეკრულებების საჯარო რეესტრში გაფორმება, ეს იქნება წინასწარი ხელშეკრულებების თუ განვადებით დადებული გარიგებების. არაფრით არ დავრჩეთ სამშენებლო კომპანიის წიაღში გაფორმებული ხელშეკრულებების იმედად და ისინი დაუყოვნებლივ დავარეგისტრიროთ საჯარო რეესტრში. ეს არის მთავარი მოწოდება და იმედია, რომ ამას გაითვალისწინებს. რატომ არსებობს ეს პრაქტიკა საქართველოში? რა განსაზღვრავს ამას, რომ კომპანიებს უღირთ, რომ ასე წინასწარი ხელშეკრულებები გააფორმონ და საერთოდ არ დაარეგისტრირონ ეს ყველაფერი საჯარო რეესტრში? რა მიმართულებით იზღვევს თავს აქ ერთის მხრივ მშენებელი და მეორეს მხრივ მესაკუთრესაც რა ბენეფიტი აქვს, რომ ამ პირობას თანხმდება? კი ბატონო, არის აქ სამშენებლო კომპანიის ინტერესი ის, რომ ნებისმიერ ცვლილებაზე, როცა ის წარადგენს რაღაც პროექტს და მიმდინარეობს დაუშვათ სამშენებლო პროცესი, ხშირია რომ ისინი ცვლიან თავიანთ გეგმებს, ცვლიან არქიტექტურულ პროექტებს და ასეთ შემთხვევაში მათ სჭირდებათ ხშირად მესაკუთრეების თანხმობა, რომ განახორციელონ ცვლილება. ამ კომფორტისათვის და ბიუროკრატიული სამართავად, რომ უბრალოდ ეს იყოს წინასწარი და არ მოუწიოთ ყველა ჯერზე მესაკუთრესთან გავლა პროცესების. წინათ ამ ნაწილიდან ამოდიან და არა თქვათ რაღაცა უფრო ფინანსური. ალბათ, ამას იმიზეზებენ ყოველ შემთხვევაში სამშენებლო კომპანიები, როცა უხსნიან, თუმცა მე აქ ვერ ვხედავ წინააღმდეგობას, თუ ჩვენ წინასწარ გავცემთ ასეთ თანხმობას ხელშეკრულებით, რომ მე არ მაქვს ესე ვთქვათ, რაიმე წინასწარ გავეცით თანხმობა ნებისმიერ ცვლილებაზე, მაშინ ასეთ პრობლემას ვერ წააწყდებიან სამშენებლო კომპანიები. ვფიქრობ, რომ ისინი უბრალოდ იმარტივებენ, რადგან მოსახლეობა ამაზეც თანხმდება, რატო გაირთულონ, ესე ვთქვათ, მომხმარებლებთან ურთიერთობები და ურჩევნიათ, რომ შიდა ხელშეკრულებები დაარეგისტრირონ, რაც არაფრით არ შედის მომხმარებელთა ინტერესებში, მომხმარებელთა უფლებები ამით დაცული არ არის და ყველას მოუწოდებ, რომ თუ ვინმეს აქვს მიმდინარე პერიოდში ხელშეკრულებები, რომელიც შიდა ესე განვადებით ან წინასწარი ოღონდ ისიც შიდა ფორმით არის და ის არ არის საჯარო რეესტრში რეგისტრირებული, მოახდინონ რეგისტრაცია. რამდენად ხშირია ამ თემაზე დავები, შემდგომ დარღვევები, პირობების ან აღარ გადაფორმება, ან ადგილი აქვს თუ არა შემთხვევებს, ეს არ არის ამ თემის გაგრძელება, თუმცა სხვა შემთხვევებში შეიძლება იყოს პრაქტიკაც, როცა არ ერთი და იგივე ქონება შეიძლება იყოს რამდენჯერმე გაყიდული. გასული პრაქტიკა ქონდა 2008 წელს და ამ პერიოდებში ბოლო წლების განმავლობაში თითქოს ამ თემებიც იჩინა თავი, რაც ძალიან კარგად დავიწყებული ძველი პრაქტიკა გვეკონა. ძალიან კარგი კითხვა თათია, რადგანაც სწორედ აქედან გვიცავს პირველ რიგში ერთი ის მხრივ რომ კომპანიის თქვა ცუდი საქმიანობიდან დაცული ვარ და მე ვემიჯნები მის საქმიანობას და ჩემი საკუთრების უფლება უნდა იყოს დაცული. საჯარო რეესტრში რეგისტრაცია გვიცავს მთავარისაგან, რომ კომპანიის მესვეურებმა არ მოახდინონ ხელმეორედ გაყიდვა ჩემი ერთხელ უკვე შეძენილი ქონების. ამის ერთადერთი დაცვასწორება არის საჯარო რეესტრში უფლების რეგისტრაცია, ამიტომ ეს არის მთავარი კიდევ სიკეთე რითაც ვიცავ, ესე ვთქვათ და დავებსაც შეეხება ძალიან ხშირია დავები შეუსრულებელი ვალდებულებები, როგორც შემძენების მხრიდან, ასევე კომპანიების მხრიდან, სხვადასხვა საკითხებზე, თუმცა ბოლო პერიოდში, რაც ვიცით რომ პრაქტიკა ბანკებმა ერთგვარი თავდებობა აიღეს სხვადასხვა ტიპის მშენებლობებზე, ნაკლებად ხვდებით სამშენებლო კომპანიების მხრიდან ზოგადად ძირითადი ვალდებულებების შეუსრულებლობას უკვე ნაკლებად ხვდებით. ხშირია ხოლმე მოსახლეობის ადამიანების მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობის. რამდენად გაიზარდა მოქალაქეების მომართვიანობა იურისტებთან და ეს თემა რამდენად გააქტიურებულია, როცა ამ მასშტაბის ინვესტიციას ვახორციელებთ, ალბათ მნიშვნელოვანია რაღაც ელემენტარული კონსულტაცია გავიაროთ იურისტებთან. ამ კუთხით თუ იზრდება თქვენი პრაქტიკის ამ თემაზე ალბათ საუბრობ, ალბათ 15-20 წელია დაახლოებით გადაჭარბებული თუ არ იქნება ეს პერიოდი და ჩემს ესე ვთქვათ ხელში შეიცვალა რადიკალურად მომხმარებლის ქცევა რადიკალურად შეცვლილი დადებითისკენ. ადრე თუ მომხდარის შემდეგ ვიკავშირდებოდნენ და პრობლემის მართვას გვიკავშირდებოდნენ, ახლა ძირითადად
მომართვიანი არის პრევენციული, წინასწარ გადიან კონსულტაციას როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი ფორმით ედგა გარანტიებს ითხოვენ იურისტებისაგან, რომ ასეთი გარიგება მოწონებულია ჩვენგან და ისე დადებენ გარიგებას. ასევე ძალიან ხშირია შეკეთები, როცა სურთ რომ ტრანზაქციას იურიდიული კომპანიის წარმომადგენელი ესე ვთქვათ აკვირდებოდეს და გაოცებული ვარ იმდენად შეცვლილია ქცევა სასიამოვნო ჯამში რო შევაჯამოთ ჩვენი საუბარი მნიშვნელოვანია რომ წინასწარი ხელშეკრულებას დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში მიუხედავად იმისა რომ ორჯერ შეიძლება უწევდეთ მოქალაქეებს ამ თანხის მინიმალური თანხის გადახდა ეს არის დაცვის საშუალება რომ მოკლედ მათ ქონებას ნებისმიერი მოვლენების განვითარების შემთხვევაში საფრთხე არ დამკვიდროს გულისხმობ რეგისტრაციის თანხას 50 თუ 100 ლარს არ მახსოვს აბსოლუტურად გეთანხმებით ეს თანხა არ არის არცვლის იქ ამინც იმ ხილა ინვესტიციაში როცა ადამიანები ახდენენ ამ თანხის გადახდას აბსოლუტურად გეთანხმებით ერთადერთი დაცულობის საშუალება არის საჯარო რეესტრში ჩვენ შორის გაფორმებული ხელშეკრულების რეგისტრაცია. მადლობა ბატონო ოთარ ტრადიციულად ამომწურავებას ხებისთვის ოთარ კაჭკაჭაშვილი იურიდიული კომპანია OKNCG-ის დამფუძნებელი და დირექტორი ვსტუმრობდა საქმიანი დილის სტუდიაში.